გავრცელებულ დაავადებაზე და შემოგვიერთდნენ ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები, ექიმ-ნევროლოგი ბატონი ალექსანდრე ცისკარიძე, ასევე პროფესორი და ფსიქიატრი პროფესორი და დოქტორი გუგა სიხარულიძე. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმრები. და თქვენთან ერთად ვისაუბრებთ ამ ერთ-ერთ ძალიან გახშირებულ დაავადებაზე და მნიშვნელოვან პრობლემაზე. მოდით დავიწყოთ ბატონო ალექსანდრე თქვენგან, რას გულისხმობს თვითონ ალცჰაიმერი, რომ აგვიხსნათ სამედიცინო მიმართულებითაც და უფრო გასაგები რომ იყოს ჩვენი ტელემაყურებლისთვის. ალცჰაიმერი გვარია იმ ექიმისა, მეცნიერისა, რომელმაც პირველად აღწერა ეს დაავადება. ის გახდათ გერმანელი ფსიქიატრი ალოის ალცჰაიმერი და შესაბამისად ამ დაავადებასაც მას შემდეგ დაერქვა ალცჰაიმერის დაავადება. უფრო ზუსტი იქნება თუ ჩვენ ვიხმართ ტერმინს ალცჰაიმერის დაავადება. ეს ძალიან გავრცელებული დაავადებაა, ესეთი სტატისტიკურ მონაცემებს თუ მოვიშველიებთ და ყველაზე ზუსტი სტატისტიკა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის. დაავადება, რომელიც ასაკთან არის ასოცირებული, აი მაგალითად ამერიკის მოსახლეობის 65 წელზე ზემოთ მოსახლეობის დაახლოებით 11-12%-ს აქვს ეს დაავადება, საკმაოდ ბევრია. 85 წლის ზემოთ თითქმის 1/3 მოსახლეობის. ანუ ასაკოვანი ხანდაზმულების სახადაზმული პოპულაციის სერიოზული პრობლემა გახლავთ. და ზოგადად სადღაც 6 მილიონამდე ამერიკელს ჭირს ალცჰაიმერის დაავადება. ეს მხოლოდ ასაკის დაავადება არის თუ? ეს არის ამას უწოდებთ ჩვენ ასაკთან ასოცირებულ დაავადებას, ვინაიდან მისი განვითარების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. თუმცა არის ფორმები, როდესაც შედარებით ახალგაზრდა ასაკში ხდება. პროგრესირებადი დაავადება. ეს არის სამწუხაროდ პროგრესირებადი დაავადება, რომელიც თანდათანობით პროგრესირებს და იწვევს სხვადასხვა ფუნქციების, სხვადასხვა შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითებას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მეხსიერების დაქვეითება და დაავადება სწორედ მეხსიერების დაქვეითებით იწყება. აი, პირველი სიმპტომი შეიძლება ეს იყოს მეხსიერების დაქვეითება. როგორც წესი, არათუ შეიძლება იყოს, არამედ ეს ობლიგატური ნიშანია. ანუ სწორედ ალცჰაიმერის დაავადებისთვის სპეციფიკური ნიშანია. დაავადება იწყება მეხსიერების დაქვეითებით, განსაკუთრებით მიმდინარე მოვლენებზე, ანუ გულმა ვიწყობა, რომელიც აი ამას არის ძალიან დიდი მნიშვნელობა, თანდათანობით იწყებს პროგრესირებას. საინტერესო ეგრეთ წოდებულ, აი მე არ ვიცი ქართულად რა ქვია, ალბათ მეხსიერების დაკარგვა, სკლეროზს როგორც ეძახიან, როგორ უნდა განასხვაო? იცით რა, აქ განსხვავება ალბათ არ იქნება სწორი, ვინაიდან თვითონ სკლეროზი ეს არ არის ესეთი სამედიცინო ტერმინი ამ შემთხვევაში, ამ გაგებით. და სკლეროზის უკან რაც იგულისხმება, ანუ მსგავსი სიმპტომები, ის დამახასიათებელია ალცჰაიმერის დაავადებით. ეს თემა წამოიჭრა შაბათს, როდესაც ვთქვით ბრუს ვილისზე, რაღაცა და მე რა შამახსენა, რომ საინტერესოა სტატისტიკა, დაუშვათ ამერიკაში, აი თუ 11%-ს ემართება 67 წელს ზემოთ, საინტერესოა საქართველოში როგორ არის. არ გაგვიგია ახლა საქართველოში ხშირად, რომ აი ძალიან იშვიათად გამიგია, რომ ვიღაცას ჭირს ალცჰაიმერი. შეიძლება სკლეროზი. იცით რა, თქვენ შეიძლება გაიგიათ, რომ ამა თუ იმ ადამიანს, თქვათ ოჯახის მეზობელს, ნათესავს, მეგობარს ჭირს სკლეროზი და სინამდვილეში ეს არის როგორც წესი ალცჰაიმერის დაავადება. ეს გამნიშნავანი ინფორმაცია. სტატისტიკა, ზუსტი სტატისტიკა, ასეთი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება ძალიან დიდი რესურსი ჭირდება ხოლმე, რომ ზუსტად გაიგო რა, ასე ვთქვათ, მაჩვენებელია ავადობის. შესაბამისად, ჩვენთან მეტნაკლებად მიახლოვებულია სტატისტიკა, თუმცა დიდად არ განსხვავდება როგორც წესი სხვადასხვა ქვეყნების მიერ, სხვადასხვა ქვეყნების და რეგიონების მიხედვით ამ დაავადების სტატისტიკა. ანუ ჩვენ დაახლოებით თუ ექსტრაპოლირებას გავაკეთებთ ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებს, დაახლოებით მსგავსი ასე ვთქვათ, სურათი შეიძლება მივიღოთ. თუმცა ერთი მომენტია მნიშვნელოვანი, როგორც მოგახსენეთ, ეს დაავადება ასაკთან დაკავშირებულია, შესაბამისად, ის პოპულაცია, ის ქვეყანა, სადაც მრავალი ასაკოვანი ცხოვრობს. ანუ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა უფრო მეტია, ცხადია იმ ქვეყანაში უფრო მეტად არის. დიახ, რასაკვირველია, გავრცელება ამ დაავადების უფრო მეტია. თქვენ მაპატიეთ ერთი კითხვა მაქვს, ახსენეთ პირველი სიმპტომი არის მეხსიერების დაქვეითება. რა არის უკვე შემდგომი განვითარების ეტაპები? აი სიმპტომები რა შეიძლება იყოს შემდგომ უკვე? დიახ, ესე იგი, ეს დაავადება როგორც წესი იწყება მეხსიერების დაქვეითებით და როგორც მოგახსენეთ, ეს არის ძირითადად მიმდინარე მეხსიერების, ანუ მიმდინარე მოვლენებზე მეხსიერების დაქვეითება. ასეთ პაციენტებს დაავადების დასაწყისში ძალიან კარგად ახსოვს ძველი მოვლენები, თქვათ, კარგად გაიხსენებს თავის ბავშვობას, ახალგაზრდობას, თუმცა აი თქვათ, იმ დღეს რა მოხდა, გუშინ რა მოხდა, რამოდენიმე დღის წინ რა მოხდა, ამის დაფიქსირება და ამის აღდგენა უჭირს ასეთ პაციენტს. შემდგომ ამ მეხსიერების დაქვეითება ხდება უფრო, ასე ვთქვათ, თვალმათლივი, ანუ პროგრესირება, ეს მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მახასიათებელი ამ დაავადების, მაგრამ მეხსიერების დაქვეითება შემდეგ უკვე ემატება სხვა სიმპტომებიც. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი ამ დაავადების, ვინაიდან
ასაკოვნებში ზოგადად მეხსიერების გარკვეული დაქვეითება, რომელიც აი ესეთ პათოლოგიურ ასე ვთქვათ მიჯნას არ აღწევს, ეს მეტნაკლებად შეიძლება ნორმალური, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში დაბერების პროცესად იყოს განხილული, მაგრამ ამ დაავადების შემთხვევაში მეხსიერების დაქვეითება შემდგომ ემატება ესეთი კოგნიტური, ანუ ვთქვათ, ესეთი შემეცნებითი ფუნქციების, სხვა ფუნქციების დაქვეითება, როგორც არის ვთქვათ, აღქმა, ინფორმაციის ანალიზი, სინთეზი, გადმოცემა, შემდგომ კომუნიკაციის უნარები მცირდება. ძალიან ტიპიურია ვიზუოსივრცითი დარღვევები, ანუ პაციენტი ხშირად დაკარგულია ხოლმე სივრცეში, ვთქვათ, არ იცის როგორ მიაგნოს რაღაც მისთვის კარგად ნაცნობ ადგილს. შორსწასულ შემთხვევებში საკუთარ სახლშიც კი ზოგჯერ ვერ აგნებს, ვთქვათ, მისთვის ძალიან ნაცნობ ადგილს, ვთქვათ, როგორც არის საპირფარეშო, სამზარეულო და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი უკვე შემდგომ მოსდევს აი ამ ასე ვთქვათ, მეხსიერების დაქვეითების ინიციალურ, ანუ პირველ სიმპტომატიკას. და ბატონ გუგა, როდის არის ფსიქიატრების ჩართვა საჭირო და მნიშვნელოვანი? არსებობს ალცჰაიმერის მსუბუქი და მძიმე ფორმა? აი თქვენი ჩართულობა როდის არის? და პლუს შეჩერება თუ შეიძლება ამის პროცესი. შეჩერებასთან დაკავშირებით ალბათ უფრო ბატონს სანდროსთან გაეცა პასუხს ამწუხაროდ ეს დაავადება განუკურნებელ დაავადებად ითვლება, არსებობს გარკვეული მედიკამენტები, მაგრამ გარკვეული შენელება შეუძლია და განკურნება შეუძლია. რაც შეეხება ჩვენი პროფილით, ფსიქიკური დარღვევების მხრივ, პირველ სიმძიმესთანაც არის დაკავშირებული პროგრესთან, რაც უფრო დაზიანებულია ტვინის შესაბამისად, უფრო ბრუტალური და უფრო მძიმე გამოვლენები შეიძლება მოხდეს ფსიქიკის მხრივ. უფრო საწყის ეტაპზე, ამ დაავადების უფრო ხშირად არის ხოლმე გამოვლენა ეს გუნებგანწყობის საშუალებების, როგორც არის მაგალითად დეპრესია, ან შფოთვითი სიმპტომები, შფოთვითი აშუალების და აი მე მახსოვს 90-იან წლებში, როდესაც დიაგნოსტიკური მეთოდები არ იყო ჯერ კიდე ისე დახვეწილი, მაგალითად მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია არ იყო ესე ფართოდ გავრცელებული, მცდელობაც კი იყო, რომ რაღაცა მაგალითად ამასაც როდესაც მეხსიერება და კოგნიტური ფუნქციების დეფიციტი არ იყო გამოხატული, რაღაცა დეპრესიის სხვანაირი მიმდინარეობით გარკვეულწილად პროგნოზირება გაეკეთებინათ პრეკლინიკური, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ იყო ზუსტი მეთოდი და ბუნებრივია ეს დაიწყებას მიეცა მით უმეტეს როცა MRI შემოვიდა. ანუ მიმდინარეობა განსხვავდება, არის დეპრესია, თქვა შფოთვითი აშლილობა პირველ ეტაპზე, მაგრამ თავისი მიმდინარეობით განსხვავდება ვიდრე როდესაც ადამიანს ეგრეთ წოდებულ ტვინის ორგანული დაზიანების გარეშე განუვითარდა დეპრესია, შფოთა, უფრო მიდის, უფრო ესე რეზისტენტულად კუნალობას ნაკლებად ექვემდებარება, ხშირ შემთხვევაში წამლებიც არაპროგნოზირებადია და იმ ეფექტს ვერ იძლევა და იმ შედეგს ვერ ვიღებთ, როგორცაც ველოდით სხვა შემთხვევაში, იმიტომ რომ უკვე ტვინის ქსოვილის, ნეირონების დაზიანებაა და ბუნებრივია უკვე მკვდარ და დაზიანებულ ნეირონს საერთოდ რეაგირების უნარიც სხვანაირი აქვს. რაც შეეხება მოგვიანებით ეტაპზე, როდესაც დემენცია აღმავდება და როგორც ბატონმა სანდრომ ბრძანა უკვე არა მარტო მიმდინარე მოვლენების, მოკლე მეხსიერებაა დაზიანებული, არამედ კოგნიტიური დეფიციტი ღრმავდება, უკვე ახლობლების ცნობა უჭირს, ასე შემდეგ, გააზრება, ანალიზის უნარის დარღვევა ხდება, აქ უკვე მოდის ხოლმე უკვე მძიმე გართულებები ფსიქიკური, რომელსაც უკვე ხშირად გამოვლინდება ფსიქოზის სახით. ეს შეიძლება იყოს ჰალუცინატორული ჩართვები, შეიძლება იყოს ბოდვითი აზრები, შეიძლება იყოს მწვავე აგზნების ეპიზოდები და თან მით უმეტეს, როდესაც ამ დროს ადამიანს აქვს საერთოდ ეს კოგნიტიური ფუნქციები მკვეთრად დაქვეითებული, კიდევ უფრო ძნელი ხდება ხოლმე ამ ფსიქოზური ეპიზოდის მართვა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი არის კი რომ ადამიანმა მისთვის სიცოცხლისათვის ან სხვისთვის აზიანო ქმედებაც კი ჩაიდინას. მუდმივი მეთვალყურების ქვეშ უნდა იყვნენ, ხო? თქვათ ასეთი ალცჰაიმერის დაავადებული ადამიანები, თქვათ აი როგორი გარემო ჭირდებათ, თქვათ. ან ჭირდებათ თუ არა ზოგადად აი ეს განსაკუთრებული გარემო. უყურეთ რა შესაქმე, ფსიქის პრობლემებში არსებობს დაავადებები, როდესაც ადამიანს სრულად ხდება აცნობიერებს, მაგალითად შფოთვითი აშლილობა, დეპრესია და ბევრი სხვა. არსებობს დაავადებები, როდესაც მეტნაკლებად აცნობიერებს რეალობას, მაგალითად ფსიქოზის დროს იგივე გაგიგიათ ალბათ შიზოფრენია და სხვა ტიპის დაავადებები. ამ შემთხვევაში ის რომ თვითონ პაციენტი ვერ გრძნობს, რომ მას აქვს გარკვეული ფსიქიკური პრობლემა, ძალიან ალბათობა ძალიან მაღალია, იმიტომ რომ რეალობა საერთოდ მოწყვეტილია და რეალურად ითვლება, რომ ალცჰაიმერი და ზოგადად დემენციები, ყველა ტიპის დემენცია არის არა მარტო ამ პაციენტის პრობლემა, არამედ ის ძალიან დიდ ზიანს და დახს ასვავს,
ოჯახის წევრებს. აი ზუსტად ეგ მაინტერესებს, როგორი უნდა იყოს ოჯახის წევრების გარშემო მყოფების ქმედება, როგორ უნდა იქცეოდნენ, თქვათ, ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანთან. ხო, ესე რაღაცა მზა რეცეპტები არ არსებობს, რომ ჩვენ ადამიანებს ვიმცეთ, იმიტომ რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში იგივე ალცჰაიმერი სხვადასხვანაირად მიდის, შეიძლება ისე დასრულდეს თვლიანად ეს პროცესი, რომ საერთოდ არ ქონდეს აგზნების ეპიზოდები და ასე შემდეგ. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება. ნუ პირველ რიგში ალბათ ის, რომ თვითონ ოჯახის წევრები სწორად უნდა იყვნენ ინფორმირებულები დაავადების შესახებ, იმის შესახებ, რომ ეს არის პროგრესული დაავადება, ის რომ ნელ-ნელა ამ ხსიერებასთან ერთად ირღვევა კრიტიკული აღქმის უნარი, გაანალიზების უნარი და ამას მაქსიმალურად ობიექტური თვალით უნდა შეხედონ. ეს რაღაცა კუთხით, ანუ გაამარტივებს უფრო მენეჯმენტს და პაციენტისთვისაც უკეთესი იქნება და ბუნებრივია მისი მე მაინტერესებს ბატონ ალექსანდრე, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა, აი რო არ ეგონოს მაგალითად ან უბრალოდ სკლეროზი ან ზოგადად რომ ხო იციან ხოლმე რომ აი ხა აურია ამან და აი ეს არაპროფესიონალიზმი არის, ძალიან ცუდი არის ეს მიდგომები, მაგრამ ნუ სამწუხაროდ გვაქვს საქართველოს ესეთ მიდგომები, რომ რაღაც კონკრეტულ იმას არ უსვამენ დიაგნოზს ადამიანებს და აი რამდენად მნიშვნელოვანია რომ აი სწორად დაუსვათ დიაგნოზი და შემდეგ ამას სწორად უმკურნალოთ. რასაკვირველია ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ნუ ჯერ ერთი ყოველი დიაგნოზის მიღმა დგას შემდგომ მკურნალობა, ხო? და ალცჰაიმერის დაავადებას მიუხედავად იმისა, რომ ის გახლავთ პროგრესირებადი დაავადება და ნუ როგორც ბატონმა გუგამ ზანა შეიძლება უკურნებელი, მაგრამ ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევაშიც არის მკურნალობის მეთოდები, რომელიც ანელებს აი ამ პროცესს, გარკვეულწილად ასტაბილურებს და შესაბამისად დიაგნოზი თუ სწორად იქნა დასმული, მკურნალობაც მეტნაკლებად ეფექტური იქნება. ხო, მაგრამ პროგრესი გარდაუვალია, уბრალოდ ამ პროგრესს თუ შევანელებთ, გამოდის? თანამედროვე, ასე ვთქვათ, მედიცინის მიღწევები სწორედ ამას გულისხმობს, თუმცა პროგრესის შენელებაც, ან თქვათ, გარკვეულწილად დასტაბილურება პროცესის ბუნებრივია, მნიშვნელოვანი რამ არის და ეს ძალიან დიდი შეღავათია თვითონ პაციენტისთვის და როგორც აქ ითქვა, ოჯახის წევრებისთვის, ვინაიდან ეს არის უზარმაზარი ტვირთი არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ უზარმაზარი სოციალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური გნებავ ტვირთი ოჯახისთვისაც. ამიტომაც დაავადების თუნდაც დასტაბილება, ან თქვათ, პროგრესირების ტემპი შენელება ეს თანამედროვე ეტაპზე საკმაოდ დიდ წარმატებად ითვლება. და შესაბამისად მკურნალობის მეთოდები სწორედ ამისთვის არის, ასე ვთქვათ, შემოთავაზებული. იმის ფონზე ხარ რა თქვენ რასაც ამბობთ, რომ აი ძალიან რთულია ოჯახის წევრებისთვისაც ასეთი ადამიანის ოჯახში მკურნალობა და ასე შემდეგ. თუ არსებობს, არ ვიცი, საქართველოს უბრალოდ ვიცი, არ არსებობს, მაგრამ აი სოფლიოში გამოცდილება თუ არსებობს იმის, რომ აი სადაც აი რაღაცნაირად ეს ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს, დაწესებულება ან რამე ესეთი. იცით რა, ასეთი დაწესებულებები ცხადია არსებობს და ნუ ცხადია, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მეტად არის, ასე ვთქვათ, ასეთ ქრონიკულ პაციენტებზე ზრუნვა და შესაბამისად არის ისეთ სპეციალიზებული დაწესებულებები, სადაც ასეთ პაციენტებზე ზრუნავენ და მათთვის ძალიან კომფორტულ გარემოს ქმნიან. ამასთან დაკავშირებით ერთი ციფრი მინდოდა მეთქვა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებზე ზრუნვისთვის იხარჯება დაახლოებით $200 მილიარდი. წარმოიდგინეთ რა ასტრონომიული თანხაა ეს. და ამაში რასაკვირველია შედის ყველანაირი ხარჯები. მკურნალობის, ესეთი პირდაპირ, არაპირდაპირ ზრუნვის ხარჯები, დიაგნოსტიკის და ასე შემდეგ. ეს უფასო არის ყველაფერი, ესე გამოდის? ნუ აქ უკვე ჯანდაცვის სისტემას გააჩნია, ზოგიერთ ჯანდაცვის სისტემაში პაციენტისთვის ეს, ნუ ყოველ შემთხვევაში თუ სრულად უფასო არ არის, გარკვეულწილად ნაზღაურდება, გააჩნია როგორია იქ სადაზღვევო სისტემა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ თქვათ პაციენტის დამოკიდებულება არის სახელმწიფოს. დასაკვირველია, შესაბამისი უნდა იყოს ყოველთვის და კომფორტული პაციენტისთვის არის სწორედ რაც ბატონმა გუგამ ზანა ის გარემო, სადაც ის ასე ვთქვათ, აი ამ სიმპტომებს, რაც მას ასე ვთქვათ, უვლინდება განსაკუთრებით სორწასულ შემთხვევაში, ის სიმპტომები კარგად მოვლილია, მეტნაკლები კომფორტია ფსიქოლოგიური პაციენტისთვის და ეს შეიძლება იყოს ოჯახშიც, თუ თქვათ ოჯახის წევრები სწორად როგორ არიან ინფორმირებული, თუ როგორ მოუარონ ასეთ პაციენტებს და ეს რასაკვირველია ხორციელდება ესეთი სპეციალიზებული ზრუნვის დაწესებულებებში. შეიძლება ითქვას, რომ გენეტიკურით შეიძლება იყოს ეს დაავადება? გენეტიკური ფორმები არსებობს, დაახლოებით 5% შემთხვევებში არის აი ესეთი პირდაპირი გენეტიკური და ცნობილია ის გენები, სადაც რომელთა ასე ვთქვათ, რომელთანაც ასოცირებული ეს დაავადება, მაგრამ ის არ არის ყველაზე ხშირი ფორმები, როგორც გითხარით, 5%-ს არ აღემატება, ანუ ასეთი ოჯახები, სადაც
ადრეული ასაკის დაავადება ვითარდება ადრეულ ასაკში. ანუ აი ესეთი გარკვეული გამყოფი ის არსებობს ასაკოვანი ზღვარი 65 წლის ზემოთ და 65 წლამდე, ესე იგი ძირითადად ალცჰაიმერის დაავადება, ალცჰაიმერის დემენცია ხდება უმრავლეს შემთხვევაში 65 წლის ზემოთ პოპულაციაში, მაგრამ აი ამ გენეტიკური ფორმების დროს შეიძლება იყოს უფრო ახალგაზრდა ასაკში და ბატონ სანდრო, ქალბატონებში უფრო ხშირია თუ მამაკაცებში? თქვენი დაკვირვებით ან სტატისტიკური მონაცემები თუ არსებობს? იცით, პრინციპში თანაბარია, იყო მონაცემები, რომ ქალბატონებში ცოტა უფრო მეტია, მაგრამ ძირითადად ეს განპირობებული ალბათ იმით, რომ ქალბატონებს უფრო მეტი სიცოცხლის ხანგრძლივ აქვთ საშუალო მამაკაცებთან შედარებით და ამიტომაც თქვა აი გამოვლენა როგორც გითხარით ასაკთან ასოცირება, სწორედ ამას ეს კიდევ აგრე არის? კი, ეგრე იქნება. მე ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ ბევრი რაღაცა უნდა შეავსო, რაღაც მახსოვრობის საავადმყოფოები გააკეთო იმისათვის, რომ რაღაცნაირად ამას, მომავალში არ იყოს. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა ჩვენს პრევენციის საკითხთან მივდივართ და აი თქვენ დაავადების თავიდან აცილება ერთ-ერთი მეთოდი დაასახელეთ პრევენციის, ეს იგი რაც უფრო მაღალია. ეგრეთ წოდებული კოგნიტური შემეცნებითი რეზერვი, ანუ შემეცნებითი რეზერვი სწორედ ეს არის. რამდენად უფრო ტრენირებულია თავის ტვინი. მით უფრო გვიან ხდება ამ დაავადების გამოვლენა, ანუ უფრო რბილად მიდის თუ ეს დაავადება გამოვლინდა. ანუ მართალს მეუბნებოდნენ ბავშვობაში, რომ უნდა ისწავლოთ. ამის ქვიანებში უფრო ხო, ეს დადგენილია კვლევებითაც. გარდა ამისა, პრევენციის სხვა საშუალებებია ის ეგრეთ წოდებული სისხლძარღვოვანი რისკ ფაქტორებთან ბრძოლა, როგორც არის მაღალი წნევა, როგორც არის შაქრიანი დიაბეტი, როგორც არის თქვა გულის სხვადასხვა დაავადებები, რომელიც ასევე რისკ ფაქტორს წარმოადგენს არა მხოლოდ ალცჰაიმერის დაავადების, არამედ სხვა სისხლძარღვოვანი პათოლოგიისა, ჭარბიწონა, არა ჯამთელი ცხოვრების წესი, ნაკლებად მოძრავი და კოლესტერინის მომატება, ათეროსკლეროზული პროცესი ზოგადად სისხლძარღვებში მიმდინარე და თუ ამის წინააღმდეგ ჩვენ ადეკვატურ ღონისძიებებს განვახორციელებთ, გარკვეულწილად ხო ეს მომავალში თუ პროფილაქტიკა შეიძლება ბედი მკურნალობას. სხვათა შორის აი ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა, იმიტომ რომ ილონ მასკის აი ეს რაღაცა პატარა ნევროლინკი ხო? ნევროლინკზე წავიკითხე, არ ვიცი რამდენად მართალია, რომ რაღაცნაირად შეიძლება ეს დაავადება დამარცხდეს. რამდენად შესაბამება სიმართლეს ჯერ აი თეორიულად ვისაუბრებთ თუ არსებობს შანსი არის თუ არა ამის? ნუ ჩვენ ექიმები ცოტა უფრო ასე ვთქვათ, ფრთხილები ვართ ხოლმე ასეთი პროგნოზირების გაკეთებაში, ვთქვათ, რამდენად შეიძლება დამარცხდეს ზოგადად ესა თუ ის დაავადება. და ვთქვათ, უნალობის მეთოდებიც რაც ჩვენ ზოგადად ამ დაავადების არსი გახლავთ, აი ნეირონების, ასე ვთქვათ, გაქრობა, გადაგვარება, ატროფია, ტვინის ატროფია, ანუ პლავმა ნეირონებისა, რომელიც პროგრესულად მიმდინარეობს. შესაბამისად, ვთქვათ იმისა, რომ ადამიანის თავის ტვინში 100 მილიარდი დაახლოებით 100 მილიარდი ნეირონია და ასე ვთქვათ, არის საკმაოდ დიდი რეზერვი იმისთვის, რომ ვთქვათ, მათი დაზიანების შემთხვევაში სხვა ნეირონებმა აიღონ თავის თავზე ეს ფუნქცია. აი ესეთი პროგრესირებადი დაავადების დროს სამწუხაროდ ასე არ ხდება. თუ იქნა ასე ვთქვათ, შემოთავაზებული უნალობის ისეთი მეთოდი, რომელიც აღადგენს დაზიანებულ ნეირონს, გამქრალ ნეირონს, ასეთ შემთხვევაში დასაკვირველია ეს დაავადება შეიძლება დამარცხდეს, თუმცა ჯერჯერობით მაინც ამის ნიშნები არ არის. მაგრამ არის, აი ჩდება ახლა თანდათანობით ისეთი მეთოდები და აი შარშანი იყო სწორედ ერთ-ერთი უნალობის მეთოდი, მონოკლონური ანტისხეული გახლავთ. ერთ-ერთი წამალი, რომელიც ამერიკის წამლის და კვების პროდუქტების სააგენტომ მიიღო და ეს ეგრეთ წოდებული FDA, ეს ყველამ კარგად იცის უკვე FDA რა არის და მან მიიღო სწორედ ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ. ეს გახლავთ პრეპარატი, რომელიც ებრძვის იმ პათოლოგიურ ცილას, რომელიც ლაგდება ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტის თავის ტვინში და აზიანებს ნეირონებს. ესე იგი ამ ცილის საწინააღმდეგო მოქმედება ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ნეირონები არ დაზიანდეს შემდგომში. ანუ უმჯობესდება. ანუ უნალობის მეთოდები, ასე ვთქვათ, ვითარდება. ეს უნალობა არც თუ ისე ეფექტურია, ანუ არც თუ ისე ეფექტური აღმოჩნდა, როგორც ვთქვათ, ველოდებოდით და ელოდნენ მეცნიერები, თუმცა, როგორც გითხარით, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, აღიარებული მეთოდია. ახლა ჩვენ ძალიან ბევრი წამალი ასეთი ტიპის მედიკამენტი გადის კლინიკური გამოცდის სტადიებს, ამიტომ გარკვეული ოპტიმიზმი ამ მიმართულებით არსებობს. ბატონ, თქვენთან მექნება ბოლო კითხვა, როგორ უნდა მოახერხოს პაციენტმა და მისმა ოჯახის წევრმა თანაცხოვრება ალცჰაიმერთან ერთად, რაღაცა მოკლედ რომ გითხრათ.
პირველ რიგში მინდა ერთ საინტერესო კომპონენტს შევეხო, ანუ ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ ქრონიკულია დაავადება და ანუ სრულგანკურნებას არ ექვემდებარება, ხშირ შემთხვევაში ეს სიტყვები იწევს ხოლმე გარკვეულ სკეპტიციზმს მოსახლეობაში, იმიტომ რომ ქრონიკული დაავადებების გაცნობიერება, აღიარება ხშირად გვიჭირს ჩვენ ადამიანებს თუ არ მორჩება, მაშინ რა აზრია კურნალობას და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადება არჩება სამწუხაროდ მედიცინაში. ყველაზე კარგად გავრცელებული თქვა ჰიპერტონია ხო, წნევა, დაავადება, დიაბეტი, მაგრამ ეს არნიშნავს რომ მას არ უნდა უმკურნალოთ, ხო? ანუ უმკურნალობა გვაძლევს საშუალებას, რომ დაავადებამ თავისი ვერაგი და ცუდი მხარეები ძალიან გადაიდოს და ძალიან გვიან გამოავლინოს. იგივე ეხება ალცჰეიმერს ან ნებისმიერ დემენციის გარდა პრევენტული ღონისძიებებისა, რომელზეც ბატონმა ალექსანდრემ ისაუბრა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია დროული მკურნალობის დაწყება და თუ რაიმე ნიშნები გვაქვს, ეს არ უნდა გახდეს შიშის საფუძველი, რომ ჩვენ გადავდოთ ექიმთან, ნევროლოგთან ვიზიტი, რომ მან ასე ვთქვათ, სწორად მოახდინოს დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ ადრეულ მკურნალობის დაწყებას, განსაკუთრებით ამ პრობლემის დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზოგადად დინამიკას და მიმართებაში. რაც შეეხება თქვენ კითხვას, ანუ აი ოჯახის წევრების, აი ამ ფსიქოლოგიურ მეორადად შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, ну, ალბათ ეს რჩევები უნდა მიიღო ხოლმე ძირითადად ოჯახის წევრებმა, ისევ სპეციალისტებისგან, ექიმებისგან, სხვადასხვა სიმძიმის სხვადასხვა ეტაპზე, რომ მათაც ასე ვთქვათ, ნაკლებად სტრესული იყოს და სწორად შეძლონ თანაცხოვრება და მართვა. ხო, ანუ რაღაც პროტოკოლი არსებობს, ინდივიდუალური არის ყველას. ყველა შემთხვევაში ყოველთვის ინდივიდუალური. მედიცინა ზოგადად უაღრესად ინდივიდუალური. უღრმესი მადლობა, ასეთ საინტერესო საუბრის. ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად და ხას გავაგრძელებდით მე მგონია საუბარი. 20 წუთი ისე გადის ხოლმე, რომ საერთოდ ვხვდები. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ნანუკა, მადლობა ასეთი თემის მოტანისთვის და ასეთი სტუმრების მოყვანისთვის. შემდეგ 4 შაბათამდე გეშვიდობებით. ჩვენს ის დრო რომ დავშვიდობთ ჩვენს ძვირფას მაყურებელს, უთხრათ რომ ჩვენ ზეკ დაგიბრუნდებით, ხოლ შემდეგ სამეული იქნება. მადლობა და ნახვამდის. ბერნარ დღეს გისურვებთ. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის.